დრო ახლა უკვე 10 მარტის ჰოროსკოპსაც გავეცნოთ, ვინ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და როგორ უნდა დავგეგმოთ დღევანდელი დღეს სწორად, ამ და სხვა საინტერესო ასტროლოგიურ რჩევას ნინა სუსლოვასგან მოვისმენთ ახლა. ნახოთ. დილამშვიდობის საქართველოს დღეს 10 მარტია, ორშაბათი. დღევანდელი დღის მართული პლანეტა მთვარეა და დღევანდელი დღის ენერგია საკმაოდ ძლიერი იქნება, თუმცა ამავდროულად დაძაბული. აუცილებელია რომ გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით ბას ღნივთებთან ურთიერთობის დროს. ახლა კი გადავიდეთ ზოდიაქოს ნიშნებზე. ბერძებო, დღეს მოსხოვებული გექნებათ ენერგია. შეგიძლიათ გამოიყენოთ მნიშვნელოვანი საქმეების დასასრულებლად, თუმცა სიფრთხილე გმართებთ უშუალოდ ფინანსური კუთხით. არ არის სასურველი რაიმე მნიშვნელოვანი შენაძენის განხორციელება და გარდა ამისა, დოკუმენტებთან მიმართებაშიც მეტი ყურადღება მოგეთხოვებათ. კუროებო, დღეს შეეცადეთ იყოთ მეტად შემოქმედებითები. შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი იდეები თამამად. ნუ იქნებით ჩრდილში პირიქით გამოიჩინეთ ინიციატივა. გარდა ამისა შესაძლოა გქონდეთ დადებითი სასიამოვნო სიახლე პირად ურთიერთობების კუთხითაც. მოკლედ, ძალიან დადებითი დღე გელოდებათ, მთავარია რომ სწორად გამოიყენოთ თქვენ სასარგებლოდ. რაც შეგეხებათ თქვენ ტყუბებო, დღევანდელი დღე ძალიან კარგი იქნება თქვენთვის კომუნიკაციის თვალსაზრისით. შეგიძლიათ რომ გქონდეთ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა ან მოაგვაროთ რაიმე მნიშვნელოვანი საკითხები. თუმცა რაც შეეხება საბუთებთან ურთიერთობას, აქ მეტი სიფრთხილე და ყურადღება მოგეთხოვებათ, რადგან არის იმის ალბათობა, რომ რაღაც გარკვეულ შეცდომებს დაუშვებთ. მეტი ყურადღება დაგეხმარებათ იმაში, რომ თავიდან აირიდოთ გარკვეული უსიამოვნებები. კითხვებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ სასიამოვნო იქნება. კარგი იქნება ოჯახთან ერთად ამ დღის გატარება, ან თუნდაც თქვენ სახლობელ ადამიანებთან. თავარია, რომ არ გამოხატოთ ზედმეტი ემოცია, აკონტროლოთ თქვენი ემოციური მდგომარეობა, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ დღევანდელი დღე იყოს თქვენთვის მშვიდი და ჰარმონიული. ხოლო თუ რაიმე სიახლე გსურთ, შეგიძლიათ რომ თვითგანვითარებით დაკავდეთ და რაიმე ახალი შეისწავლოთ. ლომებო, დღევანდელი დღე თქვენთვის საკმაოდ აქტიური იქნება. შეგიძლიათ თამამად გამოიჩინოთ თქვენი ლიდერული თვისებები, თუმცა ამასთან ერთად ნუ დაგავიწყდებათ გულისხმიერება სხვა ადამიანებთან მიმართება. შეეცადეთ რომ სხვებსაც დაეხმაროთ, გაითვალისწინოთ და თუ პირობითად რაიმეში ვერ ერკვევიან, დახმარების ხელი გაუწოდოთ. გარდა ამისა, ფინანსური კუთხით ელოდეთ დადებით სასიამოვნო ცვლილებებს. რაც შეგეხებათ თქვენ ქალწულებო, დღეს აუცილებელი იქნება თქვენთვის ანალიტიკური აზროვნება, რადგან ყველაფერს კარგად უნდა მიაქციოთ ყურადღება, უნდა გაითვალისწინოთ თითოეული დეტალი. შეეცადეთ რომ არ ენდოთ სხვის მოტანილ ამბავს, ჭორებს. მაქსიმალურად ყველა ინფორმაცია გაფილტრეთ და შემდგომ გამოიტანეთ დასკვნები, რადგან არის იმის ალბათობა, რომ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც თქვენამდე მოვა, არ იქნება მართალი და შეეცდებიან თქვენ შეცდომაში შეყვანას. სასწორებისთვის დღევანდელი დღე მშვიდი და ჰარმონიული იქნება. მოგეცემათ შესაძლებლობა ბევრი გაფუჭებული ურთიერთობა ან რაღაც კონფლიქტები გამოასწოროთ და მოაგვაროთ. როგორც საქმიანი კუთხით, ასევე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ რაიმე სასიამოვნო სურპრიზსაც გაუკეთებთ თქვენს მეორე ნახევარს. მორიელებო, დღეს თქვენი ინტუიციამ საკმაოდ კარგად დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. შეგიძლიათ რომ გადადგათ თამამი ნაბიჯები, თუმცა არა ფინანსური კუთხით. გარდა ამისა, შესაძლოა გარკვეული ცვლილებები იყოს სამსახურის მიმართულებით. შეეცადეთ რომ ობიექტურად აღიქვათ და არ გამოიტანოთ ნაადრევი დასკვნები. რაც შეგეხებათ თქვენ მშვილდოსნებო, შეეცადეთ რომ დღეს იყოთ ოპტიმისტები, რადგან გამოგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები. მთავარია რომ სწორად დაინახოთ და სწორად გამოიყენოთ. გარდა ამისა, შესაძლოა მოულოდნელი ხარჯებიც გქონდეთ, თუმცა მიუხედავად ამისა, ის შენაძენი, რომელსაც განახორციელებთ, ნამდვილად მოგიტანს წარმატებას და ბედნიერებას. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, შეგიძლიათ შეისწავლოთ რაიმე ახალი, რაიმე სიახლე შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. დღეს ხებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იქნება. ძალიან ბევრი საქმე გექნებათ გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული დღე გელოდებათ. და ამავდროულად საკმაოდ კარგიც იქნება, რომ ნებისმიერ სირთულე საქმე დაიწყოთ, დაასრულოთ, ან თავს მარტივად გაართმევთ. თუმცა ამასთან ერთად აუცილებელია, რომ დღეს ოჯახსაც დაუთმოთ გარკვეული დრო და ყურადღება, რადგან შესაძლოა, რომ გარკვეულმა დისბალანსმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს. მერწყოლებო, ძალიან კარგი დღე არის მეგობრებთან გასატარებლად. შესაძლოა, რომ ახალი ადამიანებიც გაიცნოთ. მოკლედ, ურთიერთობების კუთხით საკმაოდ დადებითი და ჰარმონიული დღე გელოდებათ. გარდა ამისა, ელოდეთ სიახლეებს. შესაძლოა, რომ ახალი ამბები გაიგოთ ან რაღაც სიახლე მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. თუმცა ამასთან ერთად კარგი იქნება თუ თქვენს ჯანმრთელობასაც მიაქცევთ ყურადღებას, განსაკუთრებით ძილის რეჟიმს. ხო, რაც შეგეხებათ თქვენ თავისუფლად შეეცადეთ რომ დღეს მაქსიმალურად გამოუვლინოთ თქვენი ნიჭი, უნარი. იყავით შემოქმედებითები, გამოიჩინეთ და გამოხატეთ ახალი იდეები. შეგიძლიათ რომ იყოთ მეტად თამამები და გაუზიაროთ სხვებს თქვენი აზრები. მოკლედ, დღევანდელი დღე საკმაოდ დადებითი იქნება თქვენთვის. მთავარია რომ იმოქმედოთ და ბოლომდე გამოხატოთ ის თქვენი შინაგანი შეგრძნებები, ფიქრები, რომლებიც გაქვთ და რომლებიც გინდათ რომ სხვებს გაუზიაროთ. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.